მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში უკრაინაზე თავდასხმის სამიზნე ქვეყნის რამდენიმე ქალაქი ერთდროულად გახდა, მათ შორის დაიბომბა კიევიც. დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მსხვერპლი ამ მოსახლეობაში სარაკეტო ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რამდენიმე სახეობის ათეულობით რაკეტა გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ მათგან მხოლოდ ნაწილის ჩამოგდება შეძლო. ბოლო პერიოდში ავიაიერიშების გახშირების მიუხედავად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხი ისევ ღიად რჩება. ეს ხარკოვია, რომელიც დღეს რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო. უკანასკნელი ცნობებით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქზე მორიგი იერიშის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული. მათი ნაწილი ადგილზე, ნაწილი კი მიყენებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაჭრილია 50-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის არის 4 ბავშვი. რაკეტების ნაწილი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები, რომლებიც ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილებს. როდესაც სარაკეტო თავდასხმა დაიწყო, მე სარიცხის მანქანასთან ვიყავი. ჩავიმუხლე და შუშა მომხვდა. აი აქ, მაგრამ ცოცხალი ვარ. სხვა ადამიანები დაიღუპნენ. ჩემი ბინა აღარ არსებობს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ხარკოვის მიმართულებით რუსეთმა რაკეტები ღამით და გამთენიისას გაუშვა. გამოყენებული იყო S-300 ტიპის რაკეტები. დაზიანდა სულ მცირე 30 საცხოვრებელი სახლი. ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა გასადენს, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. ეს კი უკვე კიევია, სადაც საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი სირენა ასევე ღამის 4 საათზე ჩაირთო. რაკეტებმა უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე სახლები დააზიანა. დაშავებულთა რიცხვი 20 აღემატება. ერთ-ერთი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. ჩვენ თავშესაფარში დროულად ჩავედით. ერთ-ერთი რაკეტა სპორტულ კომპლექსს მოხვდა. ძალიან მეშინია, ჩვენი სახლიც დაზიანდა. ყველა ფანჯარა ჩაიმსხვრა, მაგრამ მადლობა ღმერთს ცოცხლები ვართ და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა დნეპროპეტროვსკის ქალაქი პავლოგრადი, სადაც 1 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა დღეს დილით უკრაინის მიმართულებით სულ 41 რაკეტა გაუშვა. მათ შორის იყო საზენიტო მართვადი, ფრთოსანი, ბალისტიკური და საავიაციო რაკეტები. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მათგან მხოლოდ 21-ის ჩამოგდება შეძლეს. დეკემბრის შემდეგ ეს უკვე რიგით მეხუთე კომბინირებული სარაკეტო იერიშია, რომელიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებებს მიზანმიმართული ტერორი უწოდა. კრემლში კი ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები არ მიუტანიათ და მათი სამიზნე უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ სამხედრო ოპერაციას და ჩვენი სამხედროები არ ურტყავენ სამოქალაქო ობიექტებს და საცხოვრებელ ზონებს და ისინი არ ურტყავენ მოქალაქეებს, ისე როგორც ამას კიევი აკეთებს. სწორედ ეს განასხვავებს ჩვენ სამხედროებს კიევის რეჟიმის სამხედროებისგან. რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი სარაკეტო იერიში იმ ფონზე განახორციელა, როდესაც კიევი ფრონტის ხაზზე უკვე განიცდის საბრძოლო მასალის დანაკლის. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ამ დრომდე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინის დაფინანსების ახალი პაკეტის დასამტკიცებლად. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ასეთ სიტუაციაში მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება. როგორც ვაშინგტონში ამბობენ, უკრაინის სამხედრო მეთაურებს უკვე უწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება და საბრძოლო მასალისა თუ შეიარაღების შერჩევა იმ პირობებში, როდესაც მარაგი იწურება. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს. ჩვენ გვსურს ვიხილოთ გამთლიანებული, აყვავებული და სუვერენული უკრაინა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის საერთაშორისო აღიარებული საზღვრები იყოს აღიარებული ყველას მიერ და მათ შორის პუტინის მიერ და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რომ მათ მიაღწიონ ამ შედეგს. შემდეგი რამდენიმე თვე იქნება კრიტიკული. თუ ფიქრობთ, რომ ბრძოლა უბრალოდ შეწყდება, რადგანაც თოვლი მოდის, ეს ასე არაა. რუსეთი აგრძელებს დრონებით და რაკეტებით თავდასხმას და მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, ბრძოლა მაინც აქტიურად გრძელდება. უკრაინის დაფინანსების გაგრძელების საკითხზე ამ ეტაპზე კვლავაც უთანხმოება არსებობს ევროკავშირშიც. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ კიევს დახმარება ინდივიდუალურად ცალკეულმა ქვეყნებმა საკუთარი ბიუჯეტიდან გაუწიონ და ეს ფინანსები ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან არ იყოს გამოყოფილი. ბლუმბერგი წერს, რომ ამგვარი პოზიციის გამო ევროკავშირის ლიდერები უნგრეთისთვის ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხსაც კი განიხილავენ. ამ თემაზე კომენტარი უკრაინაში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.
უკრაინის ბრძოლა არის ევროპელობისთვის ბრძოლა. ნებისმიერი, ვინც არ უჭერს მხარს უკრაინას ამ ბრძოლაში, უბრალოდ უარს ამბობს ევროპაზე. ჩემთვის დღეს უკრაინა უფრო ევროპულია, ვიდრე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ამ თვალსაჩინო სიმართლეს ვერ ხვდება. ისინი, ვინც ჩუმად უჭერს მხარს პუტინს, ღალატობენ ევროპას ყველა გაგებით და ასპექტით. მათ ამით დაიმახსოვრებენ და არასდროს აპატიებენ. უკრაინის მხარდასაჭერად ფინანსური დახმარების გაგრძელების საკითხზე ევროკავშირის ლიდერები 1 თებერვალს დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ. ამავე შეხვედრაზე ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთის დაყადაღებული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების გეგმაზეც ისაუბრებენ.